როგორ მოახერხა ეს? სრულიად უბრალოდ და საბჭოთა რაკეტები დღეს მშვიდობის ცენტრია. საიმედო დარაჯობს ჩვენი ხალხის შემოქმედებით, რომლებიც შესანიშნავ საჩუქრებს უზენებენ მეცნიერებს, კულტურის, ლიტერატურის ხელოვნების მუშაკები. Советская Грузия сердечно приветствует вас. Ашიმон наიკითხებოდეს. ხალხური ხალხოტრაკი. მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია გადაცემა წითელი ზონა, ეს რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროგრამაა. და ახლა არ გაგიკურეთ ჩვენ ახლა ქართლის დედასთან ვიმყოფებით და დღევანდელი გადაცემა მთლიანად სტუდიის გარეთ იქნება გადაღებული და ჩვენ ვისაუბრებთ ერთ სერიოზულ თემაზე, რომელზეც საბედნიეროდ უკვე მსჯელობენ საქართველოში, მაგრამ შევეცდებით რომ მაინც ეს თემა განსხვავებულად განვიხილოთ თბილისში. ეს არის თემა ქალის როლები საქართველოში და არა მარტო საქართველოში, ქალის როლებზე ვისაუბრებთ ჩვენი გადაცემის სტუმართან და აქ უკვე შეიძლება ითქვას ჩვენი გადაცემის უბრალოდ მონაწილესთან და თანაავტორთან ლელა რეხუიაშვილთან ერთად, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი გახლავთ. ჩვენ თბილისის რამდენიმე წერტილს შევეხებით, შეიძლება ასე ითქვას და ამ წერტილების შესახებაც ვისაუბრებთ, მაგრამ ძირითადი თემა როგორც უკვე გითხარით, ეს არის ქალის როლები საქართველოში. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულდება ერთი უცნაური ამერიკული ფილმით. უცნაური, იმიტომ რომ ეს სურათი ნაკლებად გავს ჰოლივუდის პროდუქციას, მიუხედავად იმისა, რომ 1979 წელს ფილმი ნორმა რეი, ახლა ამ ფილმს ვნახავთ დღეს, ეს გახავთ მარტინ რიტის სურათი, ამერიკულ ოსკარზე იყო წარდგენილი როგორც საუკეთესო ფილმი და სურათის მთავარი როლის შემსრულებელმა სურათში სალი ფილმმა მოიპოვა კიდეც პრიზი, მოიპოვა კიდეც ოსკარი როგორც წლის საუკეთესო მსახიობი. დიახ, ნორმა რეი არ აგავს ჰოლივუდის პროდუქციას, ეს განსხვავებული ფილმი გახლავთ უფრო ევროპულ ფილმს გავს, რადგანაც ეს არის სოციალური დრამა ქალის უფლებების დამცველის შესახებ, ნორმა რეის შესახებ, ფილმი, რომელიც შეიძლება ითქვას სენსაცია იყო 70-იანი წლების მიწურულის ამერიკულ კინოში და რომელიც ჩემი აზრით ძალიან უხდება დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემას. მაშასე ქალების როლები, ქალთა როლები წითელ ზონაში, გადაცემაში, რომლის სტუმარი გახლავთ ლელა რეხუიაშვილი. ყველაზე გავრცელებული როლიდან დავიწყებთ. ქალის ყველაზე გავრცელებული როლიდან, არ ვიცი, მხოლოდ საქართველოში თუ საერთოდ ყველგან. ჩვენ ახლა სამშობიაროსთან ვიმყოფებით, ჩაჩავას სახელობის კლინიკასთან. და ბუნებრივია, რომ პირველი ასოციაცია ჩდება აიმ როლთან, რასაც ქვია ქალი როგორც გამრავლების თუ რეპროდუქცირების ერთ-ერთი, მოდი ასე ვთქვათ, საშუალება. და ამხრივარი ძალიან საინტერესო ჩემი აზრით ლელას მოსაზრება, ჩვენი გადაცემის სტუმრის ლელა რეხუიაშვილის მოსაზრება. მოდი დავიწყოთ ამით. რა არის ეს? სიხარულის სახლი არის ძალიან ბევრი ადამიანისთვის და გასაგებიც არის რატომ? ჩემთვის სიხარულის სახლი არის, იმიტომ რომ მეც აკავჭი ჩემი დას და ჩემი ძმაც. უბრალოდ ერთადერთი ამ სამშობიაროებს რო უყურებ, ყველაზე მეტად რაზეც გულიმტკივა და ყველაზე მეტად რაც მახსენდება არის გენდერული ნიშნით აბორტების კეთება. ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ასოციაცია გარდა იმისა, რომ აქ ჩნდებიან ბავშვები, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ეს? ანუ უარყოფითი ასოციაცია ჩნდება აბორტზე თუ იმაზე თუ როგორ აკეთებენ აბორტს თუ გენდერული ნიშნით აბორტის გაკეთება. რას ნიშნავს ხო? გენდერული ნიშნით აბორტის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არაპროპორციულად უფრო მეტ გოგოს იშორებენ ვიდრე ბიჭს. რაც უკვე აისახება დემოგრაფიულ მონაცემებში, ანუ შტება გაცილებით მეტი ბიჭი ვიდრე გოგო. რაც ძალიან სამწუხაროა. ან აპატის ბიჭიას ყველაზე ხშირად. ალბათ, ანუ არ დაწუნებული ვარ, რა თქმა უნდა, ყველა ესე არ აკეთებს ჯერჯერობით საბედნიერო. მაგრამ
მე მგონია რომ ერთ-ერთი უმტკივნეულესი პრობლემა არის ჩვენი საზოგადოებისთვის დღესდღეობით ის რომ ძალიან ბევრი აბორტი ხდება გოგოებზე, არ დაბადებულ გოგოებზე. ანუ მე არ ვარ აბორტის მოწინააღმდეგე, არც ერთი მოსაზრე, ანუ არ მაქვს არავითარი არგუმენტი როგორც ესეთი აბორტის წინააღმდეგ, ან ქალის მიერ აბორტის გაკეთების უფლების წინააღმდეგ. უბრალოდ ძალიან წინააღმდეგი ვარ იმისი, რომ გადაწყვეტილება არის მიღებული იმის გამო, რომ ბავშვი არის გოგო ან ბიჭი. რა ვიქნეს იმ გათახსირებულმა არისტომ? ისე კაცუროდ ხო შენ რა გაქვს სატირელი და სამწუხარო? გოგო იბადება. ვიცი მე ხალხს უთქვამს, ყველა მაგას ამბობს. გოგო იბადება, ნამდვილად მამის სული უზამეწდება. მართალია ხლე. მართალს გეუბნები, შენი მამიკვდები. ბიჭი რომ დაიბადოს, არ მოწყვიტა ყველას, არ გადავწვა მაქავრობას, არისტოს ხედა ჩამოვკიდებ. შენ ახენად იყავ პლატონ, აქ ვარ მე, ამ წუთში მოვარებ ყველაფერს. აბა შენ იცი, კირილე. ეგრე მაკლია ბიჭი დაიბადოს ახლაკანა. აბა ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია ვარ მაინც კაცო. მობილოცავს პლატონ, მობილოცავს! რატო კითხება ეს? ძალიან მოკლედ, ალბათ ბევრი სხვა მიზეზი აქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზები არის, იცით და ძალიან მე თვითონვე ძალიან მიჭირს ამაზე ფიქრი, თუმცა ძალიან ბევრი მიფიქრია რა. სამწუხაროდ დადის საკმაოდ ბანალურ ცნებამდე, რომ ოჯახში უმჯობესია გაჩნდეს ბიჭი. საერთოდ ესეთი სტატისტიკაც არსებობს. კავკასიის ბარომეტრი თუ გაგიგიათ, ამას აკეთებს CRRC ყოველწლიურ კვლევას. ეს არის ერთადერთი ფაქტიურად კვლევა, რომელიც ამიერკავკასიის მასშტაბით ტარდება და მსგავს კითხვებს ყოველწლიურად უსვამენ ადამიანებს. ერთ-ერთი ძლიერი მონაცემთა ბაზა არის. ამ მონაცემთა ბაზაში არის ესეთი კითხვა. ეკითხებიან სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს. თუ ოჯახში გაჩნდა ერთი ბავშვი, ჯობს თუ არა რომ ეს ბავშვი იყოს ბიჭი. და დაახლოებით ესე 50%-მდე დარწმუნებით ამბობს, რომ ჯობია რომ ეს იყოს ბიჭი. ანუ ღირებულებით არჩევანზეც კი არ დგება საქმე, ღირებულებით დონეზეც კი ადამიანებს არც ხვენიათ რომ თქვან, რომ თუ ბავშვი ჩდება, ეს უნდა იყოს ბიჭი. დედის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე ჩაჩავას ბავშვთა კლინიკას ესტუმრა დავით ბაქრაძემ 6 ახლად ნამშობიარები დედა მოინახულა და მათ ყვავილები და საჩუქრები გადასცა. ბაქრაძის განცხადებით, სიმბოლურია რომ 3 მარტს სწორედ სამშობიარო სახლში მივიდა, რადგან დედობა სწორედ ამ ადგილიდან იწყება 3 მარტს ჩაჩავას კლინიკაში 6 ბავშვი დაიბადა, 2 გოგო და 4 ბიჭი. ბიჭი, თუ გოგო? ბიჭი, მე ვარ. პრინციპში ქართულ სისტემაში გასაკვირი კი არ არის. მთელი სისტემა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ესეთი პრიორიტეტი არ იყოს გენდერის ან სქესის მიხედვით ბავშვის დაბადება, რომ ბიჭზე არ იყოს ესეთი მიჯაჭვულები, იმიტომ რომ ვალის გამგრძელებელი კიდევ ვალის გამგრძელებელი, ქონების გამგრძელებელი, სახელის გამგრძელებელი, რეპუტაციის გამგრძელებელი, საერთოდ რაც კი გაგრძელებაა, რაც კი შეიძლება რომ ადამიანს ღირებულება ქონდეს ყველაფერი კაცთან ასოცირდება ამ საზოგადოებაში. შესაბამისად ძალიან გასაკვირი არ არის. მაგრამ ანუ ეს რაც მე ჩამოვთვალე, რომ ღირებული კაცი არის ამ საზოგადოებაში, ზუსტად აქედან იწყება ჩვენი პრობლემაც რა. და ხო არ არის კიდევ რაღაცა სხვა შიშებიც, გათხოვების, რომ ქალიშვილი გაათხოვო, რა ვიცი, სხვას მისცე, სხვას გადასცე. ნუ აი ფსიქოანალიტიკური შიშები. იცით რა მომენტი არის ეს ხო? მე მაინც ამ შემთხვევაში ვერ გამოყვებით ფსიქოანალიტიკურ ანალიზზე, იმიტომ რომ მაინც მგონია რომ სოციალური კონსტრუქცია არის ის, რაც საქართველოში ხდება. იმიტომ რომ არსებობს უამრავი ქვეყანა, სადაც მსგავსად არ ხდება. და ჩვენი სოციალური კონსტრუქცია კიდე ერთხელ სოციალური თუ კულტურული. ანუ ეს ყოფას უკავშირდება, ყოფის პრობლემებს, რომელიც რო გადაჭრება, ეგ აღარ გვექნება, თუ ტრადიციებს და არა, სოციალური კონსტრუქცია არ გამოყოფს არც კულტურას, არც ეკონომიკას, არც პოლიტიკას, ხო? კონსტრუქციას როცა ვამბობ, ანუ მე ვამბობ, რომ საზოგადოებრივი ცხოვრების
პროცესში ესე დანახული ღირებულებებია და არა აპრიორი ადამიანი ესე არ ხედავს. ანუ მე არ მგონია რომ აპრიორი კაცს უნდა კონდეს მაინც და მაინც იმის კომპლექსი რომ მას ქალიშვილი ეყოლება და მე როგორ უნდა გაათხოვოს. მე მგონია რომ ზოგიერთ საზოგადოებაში ამ შეხედულებებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე ხდება ეს. შესაბამისად მე მგონია რომ თუნდაც ის არ ვიცი ხო მშობლებს დედას და მამას თუ აქვთ შიში ქალიშვილის ყოლის გამოწეულია იმ კულტურული და სოციალური გარემოდან, რაშიც ისინი არიან. არ ვიცი ხლა ეს რამდენად იმაზე არის დამოკიდებული, რომ ეს ქალიშვილი გათხოვდება თუ კარგად გათხოვდება და სულად გათხოვდება, შეიძლება არსებობდეს ესეთი შიშები, თუმცა მაინც მგონია, რომ გადამწყვეტი არგუმენტი ეს არ იქნება. რადგან სამშობიაროსთან ვარ ხოლმე კითხავ. მაინც საქართველოშიც დაინერგა უკვე ეს ტრადიცია, როდესაც მამაკაცი თავს ცოლის მშობიარობას ესწრება. ხო, ეს პროგრესია. მე მგონია რომ კი. ანუ რაღაცა სერიოზული პრობლემა გადავლახეთ, რომელიც მანამდე იყო. კი, ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა გადავლახეთ, რასაც ქვია, ანუ პრობლემა ჩვენი არის ის, რომ კაცს ძალიან უჭირს ისეთი როლების ათვისება, მიღება, რომელიც მას ტრადიციულად არ ქონდა. როდესაც მამაკაცები ამ საზღვარს ლახავენ და თუნდაც რომელიმე ფორმით ცდილობენ ახალი როლები მოიყვნენ, რაც თუნდაც თქვათ ცოლთან ერთად ან შეყვარებულთან ან ძვირფას ადამიანთან ერთად მშობიარობის დასწრება არის. მგონია რომ რა თქმა უნდა, კი, წინ გადადგმული ნაბიჯია, ძალიან ადამიანურია და ძალიან კარგი. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის ყველა არ აკეთებს. და მე მქონდა ერთ ძალიან ჭკვიან ჩემს მეგობართან საუბარი, რომელმაც გითხრა: არა, 100 წელია ჩემ ყარსო, არ დავასწრებ მშობიარობაზე, წავიკითხე. მე რო კაცო, ხალი, აღარ უნდა მის მშობიარობას თუ ესწრებ. ანუ ამას ქალი ამბობს. ამას ამბობს ქალი. მე რა თქმა უნდა, ეგ რა შიშია? ეს არის ძალიან არაჯანსაღი შიში, იმისი რომ კაც თუ აღარ უნდიხარ, ესე იგი შეგვიძლია არაფერი არ ანუ ყველაფერი უნდა განსაზღვროთ და დავგეგმოთ იმის მიხედვით, კაც შემდგომ მოვუნდებით თუ არა. რა თქმა მგონია რომ აბსოლუტურად არასწორია. იმიტომ რომ მშობიარობა არის ერთ-ერთი ტკივნეული ეტაპი, ან ტკივნეული პროცესი ორივე ადამიანის ცხოვრებაში რა, ორივე მშობლის ცხოვრებაში და ძალიან გასაგები არის რომ მეორე მშობელი, ამ შემთხვევაში მამა, იყოს იმ ადამიანის გვერდით, ვინც მშობიარობს. უკვე მრავალ გზის ნათქვამს გამიმეორებდა ვიტყვი, რომ დამძიმებული ყოფა ყველაზე არსებით საკითხს, დემოგრაფიის პრობლემასაც შეეხო. და ბუნებრივია ქვეყანაში შემცირდა შობადობა, გაიზარდა ნაადრევ მშობიარეთა რიცხვი. თუმცა როგორც ვნახეთ ამ ინსტიტუტში, ექიმები მაქსიმალურად მობილიზებულნი არიან ექსტრემალური სიტუაციისათვის. ელექტროენერგიის მომარაგების საკითხი აბსოლუტურად გადაწყვეტილია ჩვენს ინსტიტუტში. რაც შეეხება მედიკამენტების და შესახვევი მასალების მომარაგების საკითხს, არსებობს რამოდენიმე საკალმოქმედო დაწესებულება, რომელიც ესე იგი ჩვენ გამარაგებს აღნიშნული მასალით და რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან ავადმყოფს არ სჭირდება არავითარი პრეპარატის, არავითარი შესახვევი მასალის და არავითარი წამლის მოტანა. არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამ ფაქტს ახსნა მოუძებნოთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში ამ საავადმყოფოში იმატად ყოფი-ნაყოფით მშობიარეთა რიცხვმა. ექიმა ნათელა ქაჯაიამ ღიმილით დაგვარწმუნა, ეს ღვთიური კანონზომიერებაა. დიდი ტრაგედია გადავიტანეთ და ახლა უთუოდ ტყუპები უნდა მოგვევლინენ, რომ ქვეყანას ტკივილი შეუმსუბუქდესო. მეტად გაგვახარა, რომ პალატაში აფხაზეთიდან ტოლვილი მელუგინეთს ვნახეთ. ბერიანი რუსუდანი, მუშნის ასული. აფხაზეთიდან გულრიფშის რაიონიდან. სოფელი ვარჩი. ტოვილი ვარ. ბიჭი ყავს თუ გოგო? ბიჭი. როდი შეგეძინა? 11 დეკემბერს. პირველი ვაჟია? პირველია, დიახ, 6 წლის შემდეგ. 6 წლის შემდეგ. ხო. ახლა გეტყობია ბედნიერი ხარ, ხო? ძალიან. როგორ მაყოფილი ხარ ექიმი? ძალიან დიდი მადლობელი ვარ სულ ყველასი. ჩემი ხედვით ამ შემთხვევაში ის კი არ არის საჭირო რომ ვთქვათ, რომ არ არის ქალი დედა. შესაძლებელია რომ ქალი იყოს დედა. უბრალოდ არ შეიძლება რომ ქალის ფუნქცია დაიყვანო მხოლოდ დედობამდე. ეს ერთი მომენტი და მეორე მომენტი ძალიან ხაზგასმელი არის ის, რომ მხოლოდ ქალი არ არის რეპროდუქციის კეთებელი. და როდესაც პასუხისმგებლობა გადანაწილდება, მაშინ აღარ იქნება ქალი მხოლოდ ქალის სიმბოლო რეპროდუქციის. მხოლოდ რადგან ის აჩენს შვილს, იმიტომ რომ შვილის გაჩენა როგორც ესეთი, რა თქმა უნდა, უდიდესი რამეა, მაგრამ არაფერს არ ნიშნავს. ჩვენს ქვეყანაში 300 ბავშვი ეს ხდება
წელიწადში მჭმელობის, ანუ სიხარების გამო. და ჩვენ როგორც საზოგადოება, სანამ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ, როგორც საზოგადოება, ბავშვების გაზრდაზე, მათ მომავალზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მანამ დავტოვებთ ესეთ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას ქალზე როგორც სიმბოლოს. 5 ლარმა კარტოფილი, პური და არავის ზეთი და პესოები ან მარილი. ნატო ჯიხვაძე 6 წლის ნინოსა და 5 წლის ნიკასთან ერთად გელოვანის ქუჩაზე ფიცრულში უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს. მარტოხელა დედის დილა საკვებზე ფიქრით იწყება და უკვე წლებია ბავშვებს მოწყალების ხარჯზე არჩენს. ოთახში, რომელიც ფიცრებისგანაა შეჭედილი 3 საწოლი დგას. ოჯახს არც გათბობა აქვს, არც ელექტროენერგია მიეწოდება და საჭმელსაც მეზობლები აძლევენ. ნერვიულობ ხოლმე ახლა დილა რო გათენდება რა ვაჭამო. მოჩვათ, გაზი არა მაქვს. ისეთ პირობებში ვარ, დენი არა მაქვს. მეზობლები თუ გააკეთებენ საჭმელს გადმომაწვდია და ისე გამყავს იალად. ნატო ფეხმძიმედაა და კიდევ ერთ შვილს ელოდება, თუმცა უკვე თვეებია უფულობის გამო ექიმთან ვერ მიდის. სახელმწიფოსგან მხოლოდ სოციალურ დახმარებას იღებს, თუმცა ეს თანხით ბავშვების საკვებისთვის მხოლოდ რამდენიმე დღეს ყოფნის. ნინო და ნიკა მთელ დღეს იქვემდებარე ნანგრევებში ატარებენ და თამაშობენ. წელს ნინო სკოლაში პირველად მიდის. ტანსაცმელი და ჩანთა მეზობელმა აჩუქა. ანუ მე მგონია რომ პასუხისმგებლობა უნდა განაწილდეს და უნდა გაიზარდოს და ყველა საზოგადოების წევრმა და მათ შორის პირველ რიგში მამაკაცებმა სხვანაირი სახით უნდა შეხედონ საკუთარვე როლს ანუ იგივე რეპროდუქციაში, ოჯახში და ასე შემდეგ. და რატო აწყობდათ ყოველთვის მამაკაცებს რომ აი ამ სტერეოტიპის დამკვიდრება შენი აზრით? რომ უნდა გაგვამრავლოს. ესეც კულტურის პრობლემაა. ხო, ეხლა ეს ძალიან სიმულაცია იქნება, რომ თქვა რატო აწყობდათ ადრე ან ასე შემდეგ. რატო აწყობთ ეხლა? მე მგონია რომ ძალიან არაჯანსაღი მდგომარეობა და თუნდაც გენდერული უთანასწორობა ამ საზოგადოებაში იმიტომ არსებობს, ჩემი აზრით. ანუ იმიტომ არის ძნელი ამ პრობლემებზე საუბარი და ამ პრობლემის გადაუხვა, რომ არ შემდგარი ადამიანები ვართ ძალიან ხშირად. არ შემდგარ ადამიანში რაც გულისხმობ. არარეალიზებული, ძალიან დიდი შიშების მქონე და თავდაჯერება მოკლებული. თავდაჯერება მოკლებულ ადამიანებს მათ გვერდით ძლიერი ადამიანები არ ჭირდებათ. მათ გვერდით ჭირდებათ ადამიანი, თანასწორი არ ჭირდებათ რა, არ წარმოუდგენთ. მათ ჭირდებათ ადამიანი, რომელიც მასზე არის დამოკიდებული. ხო და ამ შეხვედრაზე ჩემო ბატონებო არ გამოცხადდა სალომე. ჩვენი კლასის ყველაზე ლამაზი გოგო. თუ რა შეხვედრა საქმე. სალომეს ერთი ნაცისფერი კავა ჰქონდა. ერთადერთი. სხვაგან მის გადალებებში არ მოიპოვებოდა. არა ძალიან უნდა რომ ამ საღამოზე რესტორანში ახალი კაბით მოსულიყო. არცაცი ხელა და ერთ ჩვენ ძველ ნაცნობ ბებე გალოცებულ მხატვართან მიიტანა ეს კაბა და ზეთ ყვავილები მოახატვინა. როდესაც წამოვიდა რესტორანში შეხვედრაზე, გზაში მოუსწრო წინამდე ეს ყვავილები ჩამორეცხა. აი რა მოგევიდა. ახლა ამას ჩემი ქალიშვილი გაიგებს. ვერა. ქალი არის კლასიკა ამისი რა. ქალი არის ქალი ხდება საქართველოში დამოკიდებული მამაკაცზე, არა როგორც მხოლოდ ფულის შემომტანზე და ასე შემდეგ, არამედ როგორც სიმბოლოზე და მის ფუნქციებიდან გამომდინარე, დამოკიდებული ხდება, იმიტომ რომ ქალის სწორედ მაგიტომ, იმიტომ რომ ქალს აკისრია ბავშვის გაზრდა, გაჩენა, ზრუნვა და ყველაფერი და კაცს მსგავსი პასუხისმგებლობები არ აქვს რა. ამ საზოგადოებაში თუ ვინმე არსებობს, ვინც ყველაზე ნაკლად მე რა თქმა უნდა არ ვამბობ დარწმუნებული რომ უამრავი კარგი მამაკაცი ცხოვრობს ამ ქვეყანაში, მაგრამ თუ ვინმეს აქვს უფლება რომ საკუთარ კარიერაზე იზრუნოს, საკუთარ სპორტზე იზრუნოს, საკუთარ სხვადასხვა სახის გართობაზე იზრუნოს, თავის მეგობრებთან იაროს, ეს არის ჰეტეროსექსუალი კაცი. Женщина — это всегда прекрасно, тем более мать. Так и назвали скульптуру «Картлис Деда», мать Грузии. А перед ней столица республики Тбилиси.
პირველი იქიდან დავიწყოთ შეგვიძლია რომ ამ საზოგადოებაში სინამდვილეში ძალიან ბევრი რამე არის. რაც არ განვიხილოთ, ანუ რაც ტაბუდადებულია, ან სიწმინდეა, ან ცუდი, ან ბოროტება, ან რაღაცა არის, რაც არ გვინდა და არ ვაძლევთ ერთმანეთს უფლებას რომ ვისაუბროთ. ამ შემთხვევაში გულწრფელად რო გითხრათ, არ ვიცი რა, ალბათ რადგან დედაა, რადგან დედის სიმბოლოა, ამიტომ და ქალის სიწმინდეა. თუმცა ეს რა თქმა უნდა დაკავშირებული არის მე უკვე თელ კომპლექსურ მიდგომასთან ქალის მიმართ, როგორც სიწმინდესთან. რომელსაც ქართლის დედის უკან ყველა ძალიან ესეთი არც თუ წმინდად ეპყრობა, მაგრამ ანუ ფარისევლობის თემაც წეღანაც რა. ეს არის სიმბოლო, რომელიც უნდა იყოს სიმბოლოც და რომელიც არასდროს არ შეესაბამება რეალობას იმ თვალსაზრისით, რომ არასდროს არ გამოიხატება ნამდვილი პატივისცემა თუ ქალის სიმბოლიკაზე ელაპარაკი ქალის მიმართ ამ საზოგადოებაში რა. როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი ან მამაკაცი? ყველაფერში კარგი უნდა იყოს. ოჯახში. მამაკაცი? ჯელტვენი უნდა იყოს. რავი, ქალი უნდა იყოს პატიოსანი, რასაც ეთქვი, უნდა შეასრულოს ყველაფერი. და კაცი უნდა იყოს როგორც რა თქვა არ ვიცი. ქალი უნდა იყოს ყველასთვის სამაგალითო, ოჯახისთვის და თავისი შვილებისთვის სამაგალითო, ასევე მამაკაციც, რომ მისგან აიღონ მაგალითი. ყველაფრით კარგი. ქალი უნდა იყოს პატიოსანი, არამედ როგორც ციკისტი როდგილარი და მამაკაცი? მამაკაცი უნდა იყოს ქალს რო გაუგოს რა. რამეს რო ეთქვი და რო თხოს მიდია ის მოიტანეო მაგას. ქალი უნდა იყოს ოჯახისთვის იდეალური. ხოლო მამაკაცი კი უნდა იყოს მზრუნველი და თავისი ოჯახისთვის ყველაფერს გამკეთებელი. საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა ძეგლის მიმართაც, ხო? რომ ეს არის ფარისევლობა, რომ თავისთავად ეს ორი სიმბოლო ხმალი და თასიც და ვითომეს კონტრაპუნქტიც ფარისევლობა არის. განსხვავებული მოსაზრებები. ანუ შემთხვევით რომ არაფერი ჩვეულებრივი შეიძლება იყოს ეს თბილისის სიმბოლო, ერთ-ერთი სიმბოლო ესეთი ძეგლი და გამოხატავდეს ქალის მიმართ პატივისცემას ჩვენი საზოგადოების. თუ ქალი ზემოდან გადმოგვყურებს და ძალაუფლებას. არა, ეს არის ასახვა ზოგადად ქალს როგორც ვეპყრობით. როგორც გვერდზე მდგომ ძლიერ წმინდა ფიგურას, ან ზევით მდგომს, რომელსაც ვაქებთ, ვადიდებთ, სადღეგრძელოებს ვსვავთ, ვამბობთ, რომ ის არის ერის დამცველი, ქვეყნის გადამარჩენელი და დაგვყავს იმავე როლებამდე, რასაც ვსაუბრობდით, ვთქვათ, სამშობიაროს წინ რეპროდუქციის, გააგრძელების სიმბოლიკამდე. უბრალოდ ყველაზე ტრაგიკული ამაში ის არის, რომ ალტერნატიული სიმბოლიკა ქალს არ გააჩნია, მხოლოდ რეპროდუქციის სიმბოლიკა გააჩნია და დამცველის სიმბოლიკა გააჩნია და სიწმინდის სიმბოლიკა გააჩნია. ამჟამად პროფესიის გოგო და ამას ასუბრალა მიტინგზე მთელი საქართველოს ხელისუფლება მიტინგო და მე მინდა რაუჩა ბატონაკაკი შეკითხვა როგორ შეიძლება დაძრწმუნდათ ამ ფაქტმა მაშინ რომ პროფესიის გოგო რომელიც უნდა იყოს სიმბოლო სათნოების მიმტევებლობის სილამაზის სიმშვიდის სიყვარულის ეს გოგო პოტენციურად 30 კაცის პრემია როგორ არ დაძრწმუნდათ ეს სიწმინდე კიდე თავისებურად ისე არის აღქმული რომ ქალის თვის სხვა ფუნქციების, სხვა როლების, სხვა მიზნების, мотиваციების არ აღიარებას იწვევს რა. ანუ საქართველოში ძნელად აღსაქმელია საერთოდაც რა უნდა უნდოდეს ან ჭირდებოდეს ქალს, გარდა იმისა, რომ იყოს დედა. ქალს, ანუ როგორ გითხრათ, რა ქალის ფუნქცია იმდენად დაყვანილი და გაიგივებული არის დედობამდე და ცოლობამდე, ერის სამსახურში დგომამდე, რომ
ადამიანები ვერ აღიქვამენ რა შეიძლება ქალს უნდოდეს ამის მეტი. მაგრამ როდესაც ასეთი სიწმინდე დგას ქალაქის თავზე და ქვია ქართლის დედა და როდესაც ყოველ წუთას გვესმის დედის გინება ქუჩაში ამას როგორ აღიქვავ ამ წინააღმდეგობას ესეც არის გამოვლენა ფარისევლობის თუ რაღაცა სხვა კომპლექსები არ ვიცი როგორც გინდა თუ გინდა ისევ მეორე ფსიქოლოგიურად მივუდგეთ ამას თუ გინდა ეთნოფსიქოლოგიურად რომელიც უბრალოდ არ მეყვარს მე ესეთი განზოგადოებები კულტუროლოგიურად თუ სოციოლოგიურად დღეს როცა ზედაპირი სარჩულად მოგვექცა და სარჩული გაგვიზედაპირდა ბერძნებისაგან მიღებული ალეგორიაც გაგვიუკვაღმართდა სხვა რა შეიძლება უწოდო ჩვენს ლექსიკაში ჩვენს მიერვე შეცვლილ და დამკვიდრებულ ჩვენივე დედის შეურაცხყოფას რომლითაც მავანი საკუთარი ჭეშმარიტებისა თუ ძველ ბიჭების დასამტკიცებლად უაზროდ უსულგულოდ ისვლიან ჰაერში. საკუთარი დედის გინება დღეს მოდური სენია, მშობლის აუგად მოხსენიება შეურაცხყოფად არ ითვლება. საქმის გარჩევისას ბილწიტყვაობის კორიანტელში სიმართლე იმის მხარეზეა, ვინც ყველაზე მეტად შეურაცხყოფს საკუთარ მშობელს და ამ კორიანტელში ამაყი ბიჭების გულზე ხელის დარტყმისა და ფსიქოზამდე მისული ნევროზის ფონზე ყველაზე მეტად დედის სახელი ფიგურირებს. დედა, რომელსაც შეურაცხყოფითა და თავზე ლაფის დასხმით ვიშველიებს. მათ შორის კი მანდილს ისევ ძველი ბიჭი აგდებს, რომელიც ისევ საკუთარი დედის შეგინებით ამთავრებს ომს. დაშოშმინებული ბიჭები ჩემი დედას ძახილით ბრუნდებიან საკუთარ ოჯახებში სარკმელთან მომლოდინე დედასთან, რომელმაც მისი აზრით შვილი სწორად აღზარდა. რამოდენიმე დღის შემდეგ კი სუფრაზე ყანწით ხელდამშენებულნი დედის სადღე გრძელოს სვამენ. მშობლის სიყვარულის დასამტკიცებლად გულზე მჯიხში წემენ. როდის უკეთიათ მათ ნიღაბი? საიდან იწყება შეცდომა? მსგავსი სისტემა არის რა დედის გინებაც იგივე არის. დედას იგინებიან იმიტომ, რომ ყველაზე წმინდა რაც წარმოუდგენიათ არის იმას აგინებენ. თავის დედას რო აგინებენ, მოდი არ ვიცი რას ნიშნავს. მაგრამ ეს არის მაგას ნიშნავს. ყველაზე წმინდის, ყველაზე ანუ ეს არის ნამდვილი ფარისევლობა ალბათ რა, მაგრამ ეგ არის რა, ანუ სხვისი დედის გინება ხო ეს არის, რამაც შეიძლება ყველაზე მეტად გაწყენინოს და გატკინოს. თუმცა რა თქმა უნდა ეს არის კაცების პრეროგატივა, ერთმანეთის დედის გინება. აქ არაფერ შუაში არ არის დედა. როგორც ესეთი, ეს არის შეურაცხყოფა ერთი კაციდან მეორე კაცზე, რომლის ან საკუთრება არის, ან დასაცავი არის, ან მოსავლელი არის თითქოს ვიღაცა ქალი, რომელსაც აგინებენ და ეს არის კაცებს შორის გარჩევა. აქ ძალიან ხშირია რომ პარლამენტში ამ თქვა პოლიტიკოსები როდესაც ერთმანეთს ეკამათებიან ხოლმე და გადადიან დედის გინებაზე, მამაკაცები. ლეგვის ფოთლად იყენებენ ხოლმე წესიერ ადამიანებს. მე ასეთად ვთქვით თქვენა და ლეგვის ფოთლად ნუ გამოადგებით იმათ, ვისაც არ უნდა გამოაკეთებით, კოლეგებო. ასე არ შეიძლება. ვისა ერთი წუთი შეწყვიტეთ. შენი დედა კაი, არ ვიცი. საინტერესო არის კიდევ ერთი რამ ამ ხანდაკებასთან დაკავშირებით, რომ ძალიან ძლიერი, არ ვიცი, სწორედ გამიგე არ ვამოფორს ქესიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი მამაკაცური ქართლის დედა გვყავს. თუ ვწდები, გამისწორი. ძალიან ძლიერი ღონიერი, მოდი ასე ვთქვათ და ერთ-ერთი ავტორი ამბობდა, რომ ეს არის ესეთი ოთარანთქვრივის ტრადიციის გაგრძელება. ძალიან საინტერესოა ამ გადაცემაში არაერთ ადამიანს ვკითხე, ქალბატონი დოდონა კიზირია. იყო ადამიანი, რომელმაც ჩემი აზრით გმირობა ჩაიდინა თავის დროზე, როცა ამაზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი, სიტყვა ფემინიზმი არ არსებობდა, შეიძლება ასე ითქვას, 80-იანი წლების ბოლოს ამ ეროვნული მოძრაობის გაძლიერების ფონზე დაწერა სტატია ოთარანთქვრივის შესახებ და ეს იყო შოკი. ეს იყო შოკი გარკვეული თვალსაზრისით საზოგადოებაში, რადგანაც პირველად მან წარმოგვიდგინა სწორედ აი ძლიერი
როგორ ვთქვი, მამაკაცური ქალის, ვთქვათ თუ არა, ეს შეიძლება არაკორექტულია, რასაც ვამბობ, სახე, რომელიც იყო ქართულ ლიტერატურაში. და რომელიც გაგრძელდა და მივიღეთ ეს დაგვირგვინება. რამდენად ემხრობი ამ მასკულინური დედის მონატრებას. მოგიკვდათ, კაი პატრონი. წაიღო შავმა მიწამ თევდვი. ვაი მე უშენოსა. ჭირიც დალხინით სულ მღერითა და გალობით იცოდა. არ დამცალდაო. ნეტა ჩემი შვილი დავაშკაცებული მენახა და მერე თუნდაც ურმის თვალზე გავცმოდიო. სადედაბრო დღა დარჩა ეს ვაშკაცის იარაღი. კარგი მონადირეს ხელში იარაღს ჟანგი არ უნდა მოედოს. ერთის მხრივ მისასალმებელი არის ნორმალური მომენტი არის ის, რომ ქალი იყოს არ დანახული როგორც ძლიერი. მეორე მხრივ ამ ყველაფერში ტრაგედია ის არის, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, სადაც თავისთავად მასკულინობა ღირებულებაა და ფემინინობა არ არის ღირებულება. შესაბამისად, ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება, რომ ფემინინური კაცები ამ საზოგადოებაში ბევრად უფრო დაიჩაგრებიან, ბევრად უფრო მიუღებლები არიან, ვიდრე მასკულინური კაცები, ქალები. იმიტომ რომ მასკულინობა არის ღირებულება და არა ფემინინობა. თუ ხვდებით, რასაც ვამბობ რა. ანუ ამბობ რომ ჰომოეროტიკული კულტურაა მეთქი. ასე გამოდის. ანუ ქალსაც კი კაცად აღიქვამს. რა თქმა უნდა, ანუ თუ იმ შემთხვევაში თუ ქალი არის მასკულინური, ну, რა თქმა უნდა, აქვს ქალზეც უამრავი ზეწოლა, მაგრამ ეს მისასალმებელიც არის რა. ახლა ამის წინა თუ წერდით, თქვათ, გოგოებს, ვინც ჭკვიანები არიან, მინდიან და ეუბნებიან, კაცის თავი გაბიაო და ეს კომპლიმენტია. კაცივით ჭკვიან, ხო? კომპლიმენტი არის, ითვლება, რომ ეს კომპლიმენტია, თუ შენ გეტყვიან, რომ კაცს გავხარ, იმიტომ რომ ესე იგი მოგაწერენ იმ კარგ თვისებებს, რასაც მიაწერენ კაცს. ჩვენ ვაპირებთ შეკრებას მშვიდობიანი ფორმით და ამის გაპროტესტებას ჩვენ არ გვინდა საქართველოში ხალაჩუნა ბიჭები და მამალი გოგოები. ამიტომ პრესკონფერენცია გაკეთდება, სადაც ვიტყვით რანაირად რა ფორმით და როგორ გავაკეთებთ. ეს იქნება კანონის ფარგლებში. ჩვენ თვითონ ვართ უფლებადამცველები და ჩვენ რა თქმა უნდა კანონს არ დავარღვევთ და ყველამ კარგად იცოდეს, რომ მათი ცემატყება მათ წისქვილზე ასხავს წყალს და ჩვენ ესე არ მოვიქცევთ. საქართველოში უბრალოდ დამძიმებული ფორმებით გვაქვს შედარებით, თქვა დასავლეთ ევროპასთან, მაგრამ ჩვენს მიღმა კიდე უარესი პატრიარქატი და უარესი გენდერული უთანასწორობა არის უდრე საქართველოში. ეს არ უნდა დავივიწყოთ. ანუ ძალიან ბევრი გვაქვს საწუწუნო და განსახილველი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის კონტექსტუალური. ჩვენ ცხოვრობთ მსოფლიოში, რომელიც ესეთია. სადაც ყოველი მესამე ქალი გაუპატიურებულია მსოფლიოში. ამიტომ ის რომ სოფლიოს მასშტაბითაც ესეა, რომ გეი კაცი ბევრად უფრო დიდი პრობლემა არის საზოგადოებისთვის, ვიდრე გეი ქალი ან ლესბიანი ქალი, არის ის, რომ კაცი უფრო მეტად ფასობს და როცა შენ კაცს კარგავ, მეომარს კარგავ. მეომარს კარგავ მაგით, ხო, რაღაც, ნუ არ ვიცი. ღონიერ. მეომარს არა, ბავშვების გამკეთებელს. ბავშვების გამკეთებელს. კი. და თან მეორე მომენტი არის რა, ქალის სექსუალობას არ აღიარებენ. და მაგიტომაც არის ნაკლები პრობლემა. ანუ კაცის სექსუალობა აღიარებულია რამდენადაც, კაცს უფლება აქვს აირჩიოს, ვისთან უნდა სექსი, როგორ უნდა სექსი, ვინ უნდა პარტნიორად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ზოგადად ჰეტეროსექსუალ კაცსაც. და ქალს სექსუალური იმის ფანტაზიის ან არჩევანის ან მსგავსი რამის უფლება არ აქვს, იმიტომ რომ ქალის მაგივრად წყვეტენ კაცები. ამიტომ ქალს არ აღიქვამენ სერიოზულად, იმიტომ რომ მისი ძალით გათხოვება კვლავ შესაძლებელია. და ეს ძალიან საინტერესო რაღაცაშიც გამოისახება რა, რომ აი პირდაპირ გამიგია ესეთი არგუმენტი, რომ კიო, კაცო, ხა ქალიო მაინც რაო, რა მოუვაო, მაინც ხო ექნებაო სექსიო კაცთან, თუნდაც რო ქალები უყვარდეს. ანუ და კაცს კიდე შეიძლება ვერ ქონდეს სექსი ქალთან.
თუ მივხვდი რასაც ვამბობ რა, ანუ აღიარებენ იმას, რომ კაცს შეიძლება ვერ კონდეს სექსი ქალთან თუ ის არის გეი, მაგრამ ვერ უშვებენ იმას, რომ ქალს შეიძლება არ კონდეს სექსი კაცთან თუ ის არის გეი, იმიტომ რომ ну აი ხო მაინც შესაძლებელია რომ ეს მაინც ხო გაშლის ფეხებს. პირდაპირ რო ვთქვათ რა. მე ხა ვინმეს მოსახიბლად ვთქვი ის რაც ვთქვი? მე გეუბნებით რომ ჩემი მთელი შინაგანი არსებობს. მთელი ჩემი ზნეობაზე ლაპარაკობთ ეხლა თქვენ და მე მაგალითად მიმაჩნია რომ ზნეობა არის მომწესრიგებელი ადამიანთა ცხოვრების და ეხლა თუ არის ზნეობა მომწესრიგებელი მე ზნეობიდან გადახრად მიმაჩნია ან ბიოლოგიური ან ფსიქიკური პრობლემის გამო ჩვენ ხო გვაქვს სხვა ვალდებულებაც რომ იმ ადამიანებს ვისაც აქვთ ეს პრობლემა ვისი უფლებებიც ირღვევა ჩვენ ადამიანებს ვინც გამოდიართ საჯაროდ მაინც და მაინც ამ ბავშვებთან რატომ ტენით ახლა მე ხო არ უვარდები საწოლ ოთახში ბატონ ლერისა ხო არ ვაკვირდებით რასაკეთებს კაცო არ არის ჩემი საქმე და იმიტომ ჩემ ბავშვთან ნუ მოუშვებთ მეთქი ამაზე ვლაპარაკობ მთელი გადაცემა ესე იგი ცხვირში მაინც და მაინც რატო ვარღვევ ვის უფლებას ვარღვევ არავის უფლებას არ ვარღვევ ჩემ უფლებას ნუ ვარღვევ კაცო რა უნდა სკოლაში იმ ხალხს რომელიც რაღაც ხელების ფაცულობაზე ლაპარაკობს არ უნდა სწორი არ უნდა და აბა რა გინდა ლუბა რა შენი ვაჟი რო გახდეს შენი გახდეს თუ კარგია კაცო მაგაში მე გეთანხმებით რომ არ უნდა იყოს სხვა შორს არ შეიძლება არ დამავწეს ერთი ახლა უბრალოდ მომაგონდა რამდენი ესეთი მასკულინური ქალი ყოფილა ქართული ფილმების და წიგნების გმირები გამახსენა მაგალითად ის რომ ტაქსის მძღოლი ფილმი რო არის აბეზარა ტაქსის მძღოლია იქ და საზოგადოებამ ძალიან ჩვეულებრივად აღიქვა ეს ეხლა წარმოვიდგინე რომ რომელიმე ქალის პროფესიის მამაკაცი ყოფილიყო მთავარი გმირი რომელიმე ქართული ფილმის კერავი მაგალითად და როგორი რეაქცია იქნებოდა საზოგადოებას ხო აქ საბჭოთა მენტალობა ხელს უწყობდა შეიძლება ასე საბჭოთა იდეოლოგია ხელს უწყობდა ხო რა უნდა ამ იდეოლოგიას თითქოს ლაპარაკობდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე მაგრამ მასკულინურ ქალს ხარს უჭერდა ასე გამოდის ძალიან პრობლემური იყო ის დანატოვარი კი არა ის განვითარება რაც საბჭოთა კავშირში განვითარდა ქალისუფლებრივი ქალისუფლებების თვალსაზრისით, იმიტომ რომ რა მოხდა? მოხდა ნაწილობრივი ემანციპაცია, რაც ნიშნავდა, რომ ქალებს შეეძლოთ და უნდა ემუშავათ, მაგრამ არ მომხდარა მეორე ნაწილში ემანციპაცია. ანუ ქალს ზუსტად ისევე როგორც მანამდე, როცა ქალი არ მუშაობდა, ევალებოდა ბავშვების მოვლა, სახლის მოვლა, ქმრის მოვლა, ყველაფერი, რაც კი ზოგადი ტრადიციული სტერეოტიპია, რომ ქალს ევალება. ანუ ქალს დაემატა ამ ყველა საქმეზე სამსახური. და ჩვენ ახლა რომ ვლაპარაკობთ რა, ფაქტიურად პრობლემა იკვეთება ის, რომ როდესაც თანასწორობაზე დგება საუბარი, მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის, ხო, თანასწორობა, რომ ქალებმა აიღონ ის როლებიც, სადაც ტრადიციულად იყვნენ კაცები. მაგრამ მეორე მიმართულებით აღარ ხდება რა, კაცები არ იღებენ იმ როლებს, რასაც ტრადიციულად აკეთებდნენ ქალები და რა თქმა უნდა, არაპროპორციულად დიდი ზეწოლა არის ქალზე, რომ ორივე როლი შეასრულოს რა ფაქტიურად, კაცისიც და ქალისიც. ეს რომ მოყვება 90-იანებში ისიც კი მოხდა რომ ქალებმა მართლა მთავარი მარჩენალის როლი აიღეს. იმიტომ რომ კაცებს ძალიან გაუჭირდათ, ვერ მოერგნენ ახალ სისტემას და ვერ მოერგნენ იმას, რომ ადვილად გასულიყვნენ ქუჩაში და ან გადამყიდველები ყოფილიყვნენ ან ემუშავათ ასე შემდეგ, რაც დედებმა, როგორც აი ამ სიმბოლოებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ აჰა, ესენი თუ არ იზავდნენ, ამას სხვა არავინ არ იზავდა, აიღეს თავის თავზე. თავის გადარჩენითაა დაკავებული. ირგვლის სხვას ვერაფერს ვხედავთ, არც გვინდა დავინახოთ ჩვენი შევეგუეთ თუ უცხომ შეგვაკვაო ყოველივეს. იქნებ სხვა გამოსავალს ვერც პოულობ და ის დროს წარსულს ჩაბარდა, როცა შეგვეძლო გვეთქვა, შეშერდით წამო, მშვენიერი ხარ. ჩვენს ცხოვრებასა და სულებში მშვენიერი კი თითქმის აღარაფერი დარჩა. იქნებ დარჩა კიდეც, მაგრამ ირგვლივ გამეფებული წყლიადის გამო ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ვეღარც კი ვამჩნევთ. სამაგიეროდ ნათლად ვხედავს ჩვენს ყოფას, სამათხოვროდ გამოსულ ბავშვებს, მშიერ ადამიანებს, ყინვისაგან გათოშილ ფანჯრებს, მათ მიღმა კი ასევე გათოშილ ადამიანებს. ადამიანებს, ვინც დღევანდელობას შეეგუა, ვინც დღემდე სული მოიტანა სახლიდან გატანილი უსაყვარლესი ნივთის გაყიდვის ფასად და დღეს ბედნიერია, რადგან ოთახში ოჯახური რელიქვიის ნაცვლად ნავთქურა უდგას. როგორც ჩანს, მართლა შევეგუეთ იმას, რასაც ნახევარი საუკუნის უკან გავიქეცით. რისი თავის არიდებასაც ასე ვცდილობთ. ბუნების კანონი ბრძოლა არსებობისათვის დღეს ადამიანთა ცხოვრებაში უფრო აქტუალური გახდა. მოტყუებით თუ სხვადასხვა მაქინაციები ძლიერნი უსუსურებზე იმარჯვებენ. მათ
არც შიათ და არც ყურიათ, არც სითბო აკლიათ და ცხოვრება ისეთი მშვენიერია, როგორც ადრე იყო. გლური კანონი მოქმედებს, ძლიერები ერთმანეთს შეეკრნენ, უსუსურებიც ერთად არიან ეზოებში დადგმულ საერთო ღუმელებთან, სადაც ღაპრებს კი არ ყვებიან, საუბრობენ გაჭირვებული ცხოვრებისა და სიდუხჭირის გარშემო. ერთად ათენებენ ღამეებს პურის რიგში და თავს ალბათ მხოლოდ იმით იმშვიდებენ, რომ ერთნაირად უჭირთ და ერთი საფიქრალი ამოძრავებთ. საფიქრალი კი ძალზე ბევრი გვაქვს. და დღესაც კი. დღეს როგორ არის ამას ვნახავთ ბაზარში? ამას ვნახავთ ბაზარში. დღესაც ძალიან ცხადი არის ეს, რომ ანუ ყველაზე გაჭირვებული ფენებისთვის ფენებში ქალები მუშაობენ ბევრად მეც ვიდრე კაცები. მაგრამ მიუხედავად ამისა არ მოხსნიათ პასუხისმგებლობა და პირიქით უფრო მეტი ძალადობის მსხვერპლი ხდებიან, იმიტომ რომ აი ესეთი სახლში დაბმული, განერვიულებული მამაკაცები ტენდენციურად ხდებიან უფრო მოძალადეები. უფრო აგრესიულები, ანუ მათი ბოღმა უფრო უძლიერდებათ. და არასრულფასოვნების სხვათაშორის მე არ მინდა რომ ეს ყველაფერი ჟღერდეს ისე თითქოს მე ვადანაშაუბრებ იმ თითოეულ ინდივიდუალურ მამაკაცს ამ პრობლემაში. ის რომ გენდერული უთანასწორობა არსებობს და კაცებზე არსებობს სტერეოტიპები ისეთი როგორც დღეს არსებობს, ის უმწარებს, ანუ აი ესეთი სტრუქტურული მოლოდინი თვითონ მამაკაცს ხდის უბედურს. თვითონ მამაკაცს ხდის უბედურს. იმიტომ რომ მე მგონია რომ არ შეიძლება რომ უფრო უბედური გახდე, ვიდრე 90-იანებში ძალიან ბევრი ქართველი მამაკაცი გახდა იმისგან რომ მოკვდნენ ნერვიულობით იმაზე, რომ ვეღარ იყვნენ ოჯახის მარჩენელები. და არ შეიძლება რომ ერთ ადამიანს მხოლოდ მისი სქესის გამო მოეთხოვოს რომ იყოს მარჩენალი. და გაგიჟდნენ გული გაუსკდათ და ასე შემდეგ. განსხვავდება საქართველოს სხვა გარემოებებისგან. ხო, თუნდაც ამით რა დავიწყოთ. რა დავიწყოთ ერთი რაღაცით რა 90-იანებში, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ძალიან ბევრი ქვეყანა დადგა ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების წინაშე, დაიწყო ინფორმალიზაცია. ანუ ხალხმა ამ პრობლემებს უპასუხა იმითი, რომ აი გამოვიდნენ ქუჩაში, დაიწყეს გადამყიდველობა, ასე შემდეგ, ეს იყო მინიმალური გამოსავალი, რაც ადამიანებს შეეძლოთ რო ეპოვათ გადარჩენისთვის, უბრალოდ გადარჩენისთვის, იმიტომ რომ აღარ იყო ეკონომიკა აღარ ასაქმებდა მოსახლეობას. თუ არ შეგიძლია სხვა გააკეთე და სხვით რაღაცა შეიძლება. რა შეგიძლია რო გააკეთო? რა შეგიძლია ის გააკეთე, რასაც როგორც სხვა აკეთებს ისე გააკეთე. როგორ ახლა აქ თავრობის ნაწარმი უნდა გაიყიდოს მაღაზიაში, სადაც საჭიროა იქ და თავრობამ ხო, თავრობამ დაასას კაცი და გაიყიდოს მის ბაზარზე. დანარჩენმა ხალხმა რა ქნას მერე? გამოდანილი ვალინკა მაღაზიდან გამოდანილი 200 მანეთი მივეცით ახლა 200 მანეთი. ბავშვის ვალინკა. მასაკეს ფაბრიკა 200 მანეთი ბავშვის ვალინკა. ვალინკა თავრობა ჩაანახე ვალინკა. ეს არის თავრობის ნაწარმი. დედვას მაღაზიაში და გაიყიდოს მაღაზიაში რაც ხასი შეგაგიდე შენი ნაწარმი რაც არის. თავრობაში იყიდე, იქ იყიდე და აქედან გაგიდეს არა. აი არასორი არ მიმაჩნია. რომ არ კარ მომყოლია. თან საქართველოში სტიგმა არის და პარალელურად იმაზე რომ მოვაჭრე იყო, გამყიდველი იყო, ან ბიზნესმენი იყო, ბიზნესმენი კიდე იმკვიდრებს ფეხს, მაგრამ სინამდვილეში ხომ ნეგატიური სტერეოტიპები არსებობს. ვაჭარია, ვაჭრის მიმართ ნეგატიური სტერეოტიპები არსებობს და შესაბამისად ამ ადამიანებს ჰქონდათ ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ბარიერები გადასალახავი იმისთვის რომ ეს გაეკეთებინათ. და დღესაც კი ისე განიცდიან, ახლა მე ვისთანაც მისაუბრე, აი ძალიან განიცდიან იმას, რომ აი ჩვენო ფაქტიურად ყოველ დღე გვიწევს, რომ ჩვენს ღირსებას გადავაბუჯოთ იმისთვის, რომ თავი ვირჩიოთ. და ასევე მართა ჩვენი ანეკდოტად მოაროებია, ხო, რომ ტაქსის მძღოლს 3 დიპლომი აქვს. სასაცილოა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ძალიან პრობლემური არის, იმიტომ რომ შეიძლება ყველას მართლა არ აქვს, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან დიდი ნაწილი მართლა ბევრად უფრო კომპეტენტური იყო, ბევრი რამის შემძლე იყო, ვიდრე რასაც აკეთებდა და ეს იყო ძალიან სერიოზული დარტყმა ადამიანებისთვის რა. და შენ რო საუბრობდი, თქვა გიცდია ოდესმე მათთვის გეთქვა, რომ ეს რატო გწვენიათ ეს არ არის
თქმა უნდა. არა, იცით რა არის? რა თქმა უნდა, შენ ეუბნები და თვითონაც იციან ეს, მაგრამ მე რო ვეტყვი ამითი ფსიქოლოგიურ ბარიერს ვერ გადალახავენ. რა თქმა უნდა, მე მithქვამს არაერთხელ. მაგრამ ძნელია. თუ არა ალაგებ თუ რას ლარიან ჯარიმას დაგიწერთო. არა ვალაგებ, ჩემი მოყვანილია და უნდა გავყიდო მეთქი. სანამ არ გავყიდი არ წავალ მეთქი. 11 თვის ბავშვი მყავს სახში დატოვებული. იმას ჭამა არ უნდა სმავდი და ამხელა მოცვლით გავარდი ჩემ მოყვანილ პროდუქტს არ მაყიდინებენ. ეს თავრობაა? ყოველ დღე ის არიან, ყოველ დღე. დაწიოკებული მეტრებით დავდივართ, ჩვენ ხოცოდუები. აი 24 კილოიანი ქალებს ეგრე იარშიკები უჭირავთ და აგასადა, აგა გადაიღეთ ეს გადავიდე. რა უნდა ხალხი ქალებს? რო ვიღაცამ ხალხმა სახში ერთი ორი ლიკობა ფული მიიტანოს ბავშვებს. მალე ჰაერსაც გადაგვიკეტავენ, არა შეიძლება. ერთი კვირა აკრძალულია გარევაჭრობა, ჩასული ვარ დახზე და ლარს ვერ ავაჭრობ. დღეში 5 ლარი ხარჯი მაქვს, გზის ფული და ყველაფერი. ვარდის უბნიდან დავდივარ, შვილო. ჩემის თანაცხვებიც არის. მაგალითად დახლება, შვილი ბაქში მუშაობდა მილიონერია. კიდევ ერთი კლიშე, რომელიც დამკვიდრდა თქვა ის, რომ ესეთი ქალაქელი, კარგი ესე თქვა შამპუნში დაბადილი ქალი და კაცი იტყვის ხოლმე, რომ აი როგორი არახიგიენური პროცესია, როგორ ფორმის თვალსა ესეთ აღწობა პრეტენზიები თუ გაგიგია, ხო? ბაზრის გამყიდველი ვით გაცვია, ბაზრის გამყიდველი ვით იქცევი და ასე შემდეგ. ეს არის ესეთი ძველი სტერეოტიპი ვაჭრის თუ კიდევ რაღაცა სხვა აგრესია არის ამ ქალების მიმართ. იცით რა მომენტი არის? მე მაინც მგონია, რომ საქართველოში ზოგადად დისკურსულად სიგარები ღარიბიც ბრალდება. რაც არის დიდი დანაშაული, იმიტომ რომ ეს ადამიანები არის. არა მხოლოდ საქართველოში. არა მხოლოდ საქართველოში, რა თქმა უნდა და წამყვან ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, განსაკუთრებით ანგლოსაქსონურ ქვეყნებში, ასევე დისკურსულად სიგარები ღარიბს ბრალდება. რო არის უნიჭო ან ზარმაცი. ან ზარმაცი. მე რაც დამინახავს იმ ქალებიდან, ვინც ბაზარში დგას დილიდან საღამოს 8 საათამდე, ყოველ დღე მთელი ზაფხული. ფეხის მოუწვევად. არ ვიცი თქვენ რამდენად იცით, აქ ქონდათ ძალიან დიდი პრობლემა იმისი, რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა ჩარეულიყო გარევაჭრობის რეგულაციაში და გარემოვაჭრე ვინ არის? გარემოვაჭრე მართლა უმეტესად არიან 40 წელს გადაცილებული ქალები. მათ სტრუქტურულად, ანუ ჯერ ერთი იქიდან გამომდინარე, რომ 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს უფრო შეეზღუდათ დასაქმების შესაძლებლობა, მეორე იქიდან გამომდინარე, რომ ქალებისთვის განსაკუთრებით ძნელი არის ნორმალური სამსახურის პოვნა, აი 40 წელს გადაცილებული ქალებისთვის და თან ზოგს საპენსიო ასაკამდეც არ მიუღწევია, ერთადერთი გამოსავალი იყო ეს ქალები ფლობენ ძალიან პატარა კაპიტალს, იმდენად პატარა კაპიტალს, ანუ ისინი ვინც გარემოვაჭრეები არის. რომ მართლა ბაზრებში შესვლის შესაძლებლობაც არ აქვს, იმიტომ რომ იქ უნდა გადაიხადოს შესაბამისად ცოტა მეტი პროდუქცია უნდა ქონდეს. ჩვენ ლაპარაკობთ იმ ადამიანებზე, ვისაც მართლა ერთი კალათი ვაშლის გაყიდვაში. და დასდებთ. ანუ იმის მაგივრად რომ კარგად დაერეგულირებინათ მოვაჭრეობის თემა, რაც კარგი იქნებოდა, იმის მაგივრად რომ გაეკეთებინათ დახლები, რომელიც შედარებით დაბალი ფასებით იქნება, გააკეთეს პრივატიზაცია, სადაც სახელმწიფომ ერთის მხრივ ხელი დაიბანა და თქვა, რომ ეხლა ეს უკვე კერძო მოსახლეობის ნებაზე არის, რაფას დააწესებენ, ვის შეუშვებენ, ვის არ შეუშვებენ და ვინც ვერ შეძლებდა შესვლას ბაზრებში, დარჩა გარეთ და ამ ხალხს დაერივნენ, რომ ამოეძირკვათ ქუჩებიდან. ამას ვერ ამოძირკვავენ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ღარიბ ადამიანს საჭმლის გარეშე ვერ დატოვებთ. ჩვენთან არც სოციალური დახმარება არის, არც იმას განებებენ, რომ შენ რასაც შრომობის იმუშაო. და ამ ადამიანებს უწოდათ მართლა აი პირდაპირი გაგებით, ბებიები მირბოდნენ ხოლმე, რომ მერიის ზედამხედველებს გაქცევენ. ეს ზედამხედველებს ძაღლებითაც ვნახეთ, ძაღლებითაც აგდებენ. არა, მგონი ეს მხოლოდ აკაური დაცვა. მე არ მინახავს შეიძლება იქნას ესეთი შევტყოთ. ანუ ძალიან მძიმე მდგომარეობა შეგვიძლია რა. ამ თვალსაზრისით ამაყურებელი ის არ არის საქართველოს გამონაკლისი. მინახავს რომ ქუჩაში გამყიდველებს როგორ დაერია პოლიცია თქვა. იგივე მადრიდში. ხო? გამონაკლისი. უბრალოდ იქ სხვა ასე მდგომარეობა სოციალური არის აბსოლუტურად სხვა, ხო? მართლა მზე. მაგრამ აი ეს რომ გავასუფთავოთ თბილისი და
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფაშიზმის პატარა გამოვლინებაც არის. ბევრი ბრაზდება ხოლმე ამას, რომ ეს არის სიღარიბის დამყარება. მაშინ როცა სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს. მაპატია, ღარიბს მოიქცევი ესე თუ ებრაელს გამიშველობა აქვს, როდესაც შენ რაღაცა მთელ დიდ სოციალურ ფენას ანადგურებს, შეიძლება ასე ითქვას, ხო? რა თქმა უნდა. ფაშიზმია. თავისე, ანუ შენ არჩევ საზოგადოებაში ვინ არის ვარგისიანი და ვინ არის უვარგისო. Surplus population. ზედმეტი პოპულაცია არის. ან უვარგისი პოპულაცია არაპროდუქტიულია. პირდაპირაც კი ვთქვა, სხვათა შორის იმასაც ველაპარაკებოდი ხოლმე ზედამხედველებს და ერთ მომითხრა რომ ვიცით რაო? ესენი კონკურენციას ვერ უძლებენ, უნდა წავიდნენ და სად უნდა წავიდნენ? კარგი ვერ უძლებენ კონკურენციას, არ არიან კონკურენტული უნარიანი ვთქვათ. სად უნდა წავიდნენ? უნდა წავიდნენ სახლებში და მოკვდნენ. და ეს არის პრობლემა სწორედაც, რომ სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს და ფაქტიურად წირავს სასიკვდილო. გამგეობასთან შეგიძლიათ აქციის ჩატარებას და არ გაძლევს. აქციის მონაწილეებთან ამომრჩეველთა ლიგის წარმომადგენელი კახა მიქაია მივიდა. თავიდან ის გარემოვაჭრეებს გამგეობის შენობის პიკეტირებისაკენ მოუწოდებდა. მოგვიანებით კი მას შემდეგ რაც ტელეფონით დაუკავშირდნენ, აქციის მონაწილეებს დაშლა ურჩია და აუხსნა რომ შეთანხმება ძალაში რჩება. გამგეობიდან დამირეკეს რომ შეთანხმება აღსდგა პირველამდე ეს ადამიანები ივაჭრებენ გარეთ, სადაც ვაჭრობდნენ, ხოლო პირველი შემდეგ გამგეობა და ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, რომ ამათ მოუწყობენ შიგნით სავაჭრო ადგილებს. ზუგდიდის გამგებელი, ვისთანაც მოვაჭრეებმა როგორც თავად ამბობენ, ცოტა ხნის წინ შეთანხმებას მიაღწიეს, თანამდებობიდან გუშინ გადადგა. მისი მოადგილე კი დღეს კომენტარს არ აკეთებს. 2 საათიანი აქციის შემდეგ გარემოვაჭრეები ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნდნენ და ვაჭრობა განაგრძეს. რაც წინა ჩვენ მქონდა მოთხოვნა, ის მოთხოვნა დააკმაყოფილეს 1 იანვრამდე. 1 იანვრის შემდეგ ალბათ რაღაც ალტერნატივას გამოგვიძებნიან ჩვენ. ბაზარში კაცებიც მუშაობენ, ოღონდ მუშაობენ დილით, როგორც გადამზიდავები. ანუ ბაზრიდან ახლა ჩვენს ქვემოთ არის რასაც ეძახიან ოპტავოვი ბაზარი, რაც ნიშნავს იმას, რომ შემოაქვთ მარშრუტკებით პროდუქტი. მე ეს პროდუქტი ვიღაცა სადღაც ზემოთ რო ყიდის, უნდა გადაზიდოს ვიღაცამ. ეს გადამზიდავები არიან ძირითადად კაცები. შენ შემთხვევაში მე ეს კაცები დღის მანძილზე უკვე აღარაფერს აღარ აკეთებენ, ხანდახან ბევრს ვსვამ. მე შევსტარი ეს სცენას, ქალი იჯდა ლიმნებით. მთელი დღე ყიდდა რამდენიმე ლინკს და მე ხო ვესაუბრებოდი ხოლმე ამ გარემოვაჭრეებს და რომ მივედი ამ ქალთან სასაუბროდ, მეორე ქალი გავიდა და იქვე კაცი იდგა და იმას რაღაცა თხოვა. მე მივხვდი რომ თხოვა ეხლა თავი დაანება ცოტა ხანს. რადგან მე ვიყავი იქ. ამ კაცმა რა თქმა უნდა არ დაანება. ეს კაცი აღმოჩნდა ქმარი ამ ქალის. მოვიდა ამ ქალთან და დაუწყო გინება საჯაროდ. ანუ სცენა არის ესეთი. ქალი ზის მთელი დღის მანძილზე ყიდის ლიმნებს, მის გვერდით არის მტრალი კაცი ქმარი, რომელიც მთელი დღის მანძილზე საჯაროდ მას აკეთებს. ცენის ფაქტს არ შევსწრებოდი, მაგრამ ალბათ გამოდიწყდა ესეც. ანუ ძალიან ღრმა პრობლემა არის რა. და ამაზე რა თქმა უნდა ირგვლივ მყოფებს შეჩვეულები არის. ეხლა ვინ უნდა გადაჭრას ეს საკითხი? ამ წინაზეც დამისვეს შეკითხვა, რომ ვინ შეიძლება რომ ეს ამ ხო, რეგულაცია ვერ მოახდინოს. მე მგონია რომ ყველამ უნდა ამაზე იზრუნოს. მაგრამ თუ უფრო კონკრეტულ მიმართულებებს შევხედავთ, მე მგონია რომ არსებობს ძალიან სპეციფიური, ძალიან კარგად გამოკვეთილი სივრცეები, სადაც შესაძლებელია სახელმწიფოს ინტერვენცია ამ ეტაპზე. სახელმწიფოს ინტერვენცია ასევე დამოკიდებულია იმაზე, რომ საზოგადოება იყოს აქტიური და მოთხოვოს სახელმწიფოს რა გვჭირდება ჩვენ. ამიტომ საზოგადოებრივ მოძრაობებს იმედია ესეთები გაჩნდებიან და უკვე არიან თქვა დამოუკიდებელი ფემინისტთა ჯგუფი. და არა მარტო ქალთა უფლებების დამცველები. რა თქმა უნდა. ადამიანის უფლებების დამცველები. ბავშვების უფლებების დამცველები. აღმოჩნდა, რომ ყველაზე რთული ვითარება აღმოსავლეთ საქართველოშია. ქალების 53% მოძალადეთ ქმარს, 17 მამას, 8 ყოფილ მეუღლეს, 6 ძმას, 3 კი ქმრის მეგობარს ასახელებს. კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცების 1/5 ძალადობის დროს ფხიზელია, 80% კი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება.
უმართვიანობა რა თქმა უნდა მომატებული იგივე ურსული ქალების, გოგოების, რომლებიც გაწერა საკუთარი ოჯახის წევრებმა, საკუთარი პარტნიორებმა, საკმაოდ მძიმე შედეგები იყო, გვიჩვენა რომ კახეთი არის ერთ-ერთი მძიმე რეგიონი. შემდეგ მოდის შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა, თბილისი, გურია და სამეგრელო. და ერთ-ერთი კომპონენტი იყო აქ კვლევის ბედნიერების თვალსაზრისით, ანუ ხარისხობრივად ბედნიერების ხარისხი იქნა გამოკვლევა და ყველაზე ბედნიერი ხალხი ცხოვრობს გურიაში, სამეგრელოში და თბილისში. ამ ეტაპზე მაგალითად ერთ-ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა არის ალიმენტების თემის გადაჭრა, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან დაუცველებით რჩებიან ქალები, ვინც მარტოხელა დედები რჩებიან ბავშვების წინაშე და ალიმენტის მიღება ყოფილი ქმრისგან არის ძალიან დიდი პრობლემა, ეს აუცილებლად დასარეგულირებელია და მეორე ზოგადად სოციალური დახმარება უნდა გაეზარდოთ მრავალშვილიან დედებს და მარტოხელა დედებს. თუ გადავხედოთ სტატისტიკასაც კი, ყველაზე დიდი სარისკო ჯგუფი სიღარიბის მოწყვლადობის არის მრავალშვილიან დედები. აი ეს ამ მდგომარეობაში თუ სახელმწიფო არ პარალელურად ლაპარაკობენ იმაზე, რომ აბორტის შეიძლება ითქვას აკრძალვაზეც კი ხო? აბორტის აკრძალვაზეც კი მაშინ, როდესაც გაჩენილ, დაბადებულ ბავშვებს სიცოცხლის ვერ უნარჩუნებთ ამ ქვეყანაში. პირველი იმას უნდა ვცდილობდეთ, რომ ვინც გაჩნდა, იმას დავეხმაროთ და როგორმე სიკვდილამდე არ მივიყვანოთ. და რა ლოგიკა არის იმაში, რომ აბორტი აიკრძალოს ასეთ ქვეყანაში, სრულიად გაუგებარია რა თქმა უნდა. და ის რომ ქალი დაცული არ არის ეკონომიურად, ეს ახლა კიდევ სხვა საკითხებსაც ეხება, ხო? ერთი არის რომ გაშორების შემთხვევაში დაუცველი არის, მეორეში არის რომ მრავალშვილიანობის შემთხვევაში დაუცველი არის. ეს ასევე ხელს უწყობს ოჯახში და მესამე არის რომ ტრადიციული სისტემა ქონების გადანაწილების გვაქვს რომ გადადის ქონება კაცს. რაც მე ხშირ ანუ ქალს არ აქვს ქონება. სინამდვილეში ქალს აღვიქოთ როგორც ქონებას, რაც ყველაზე არასწორი. ქალი არის გასათხოვებელი დასაბუთი, თვითონ არის ქონება. და არც არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ ქალს უნდა ქონდეს ქონება იმისთვის, რომ ეს ქალი იყოს ძლიერი და მოახერხოს ძალადობისგან თავდაცვა. თორემ ჩვენ ახლა რომ ვილაპარაკოთ, რომ ოჯახური ძალადობა უნდა ავკრძალოთ ასე შემდეგ და რეპორტები რო წეროთ, რომ აბა ვინ ამ ხელს მოძალადე ქმარს, რას ვთავაზობთ ალტერნატივად იმ ქალებს, ვინც ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. დღეს რას ვთავაზობთ? მარტოობას, სიღარიბეს, ქუჩაში ყოფნას, იმიტომ რომ ის არსებობს თავშესაფრები ქალებისთვის, რომელიც შეზღუდული დროით არის, არ არის მიბმული იმაზე, რომ ქალების დასაქმებაზე კარგად იზრუნონ, ანუ ვერი ძალიან ხშირად ეს ქალები, ვინც თქვა გადაწყვეტენ, რომ წავიდნენ ქრისგან. შეიძლება ერთი წელი დაეხმაროს ვიღაცა და მერე უკვე რჩებიან ისევ ქუჩაში. ანუ ოჯახური ძალადობა რეალურად დღეს აწყობილი არის იმაზე, რომ ქალს არ აქვს საკუთრება, ქალს არ აქვს ძალა და შესაძლებლობა იმის, რომ საკუთარი თავი და შვილები არჩინოს და ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ოჯახური ძალადობა ვერ მოგვარდება. ანუ თუ გვინდა რომ გადაიჭრას ეს პრობლემები აუცილებელი არის მეტი დახმარება და მდგომარეობის შეცვლა ქალის და სახელმწიფოს ინტერვენცია. სახელმწიფოს ინტერვენცია აუცილებელი.